მე ვარ გიორგი ლიპარიშვილი, მოსწავლებელი, ესე ვეძახი ჩემ თავს, იმიტომ რომ თან ვსწავლე და თან ვასწავლი, პედაგოგი არ ვარ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ზემოთ მგონია პედაგოგობა. თუმცა ჩემი სწავლების ფორმა მაქვს მოფიქრებული, როგორ შეიძლება ვასწავლო ბავშვებს წიგნის გარეშე, ისე რომ წიგნთან უფრო ახლოს მივიდეთ და ფიქრთან უფრო ახლოს მივიდეთ. ყველაფერს სწავლა ჭირდება, ნებისმიერ რამეს სწავლა ჭირდება, არ არსებობს რამე უნარი, რასაც სწავლა არ ჭირდება და მათ შორის არის მამობა, ხო ეს ხშირად მსმენია რომ ეს არის თანდაყოლილი, ეს არის გენეტიკა ნაწილია მცირე, მაგრამ დანარჩენი უნარი როგორ უნდა მოიქცეს მამა, ეს ხო ჩვეულებრივად უნდა ვისწავლოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ხო ჩვენ ხო მაგალითით ვსწავლობთ, შეცდომით ვსწავლობთ, გამოცდილებით ვსწავლობთ და ზუსტად ეს გამოცდილებებია მნიშვნელოვანი, რომ მამობისთვის მოვემზადოთ ჯერ და როცა მე მამა გავხდებით, უკვე ვიყოთ ნამდვილი მამები, მზრუნველებით, ჩართულებით და დროული მამები ვიყოთ. არ უნდა დაგვეგვიანდეს მამობა, იმიტომ რომ მამობა არ არის მარტო ეს თუნდაც გენეტიკური ხაზი, რომ რაღაცა მართლა ჩემი შვილი არ არის მამობა და მარტო გვარის მიცემა არ არის, ხო ბუნებრივია. ხო არ ჩვენი ბავშვობა გვახსოვს, ჩვილობა ხო არ გვახსოვს. ვინ არის ადამიანის ჩვილობა ახსოვს, რომ მე ის გაიხსენოს, რომ როგორ ექცეოდნენ, რომ თვითონაც ისე მოიქცეს. და შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა გამოცდილებები გვეძებნა, მეცებნა. და ჩემი შვილისგანაც ბევრი რამე ვისწავლე და ეხლაც ვსწავლობ საკუთარ შეცდომაზე, ცხვის შეცდომაზეც და შემდეგ ვისწავლე მამების სკოლის მოდულიდანაც, რომელი მოდულის მერე მოვარგეთ ქართულ რეალობას, რომ ქართულ რაღაცა აზროვნებას, ტრადიციას, გავლენებს ახლოს ყოფილიყო ჩვენთან ეს მოდული, ეს პრაქტიკა, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე ამერიკაში და ევროპაში წარმატებული იყო და ჩვენთანაც ფეხს წარმატებით მოიკიდებდა. მე რომ მამა გავხდი, მაშინ არ არსებობდა მამების სკოლა, მაგრამ მალევე აღმოაჩინე ის ორგანიზაცია, ის ჯგუფი, ვინც მე მამების სკოლა შექმნა, კამპანია კაცების ზრუნავენ, რომელიც ძალიან კარგ პროექტებს აკეთებდა მამების გაძლიერების კუთხით, ერთ-ერთი იყო წერილების შვილს. ჩემი შვილი მდენად პატარა იყო, რომ რა თქმა უნდა კითხვა არ იცოდა ჯერ, სიარულიც კი არ იცოდა და ამ პროექტიდან მე ნელ-ნელა მოვხვდი ამ გარემოში მე. მომწონდა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც საერთოდ მინახავს ცხოვრებაში და გამიგია. გაეროს მოსახლეობის ფონდი უკვე 10 წელზე მეტი ახორციელებს კამპანიას კაცები ზრუნავენ და ჩვენი პარტნიორი ამ კამპანიაში არის ორგანიზაცია ვიზრუნოთ ერთად. გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაიწყო კაცებთან მუშაობა იმისთვის, რომ ისინი იყვნენ უფრო ჩართული პარტნიორები, იყვნენ უკეთესი მამები და თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საქმეში, რასაც ჰქვია თანასწორობა. ეს პროგრამა ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით. ეს გახლავთ რეგიონული პროგრამა, პარალელურად მიმდინარეობს 6 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოც არის ამის ნაწილი. საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც ძალიან ძლიერი არის გენდერული სტერეოტიპები და ძალიან მყარი არის ეს როლები, მოითხოვს, რომ როგორ ვთქვათ, კარი შევაღოთ რაღაც თემით. მამობა არის სწორედ ასეთი თემა. მამობა არის ყველა კაცის ცხოვრებაში ისეთი გამოცდილება, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს და შეუძლებელია ამ დროს ემოციური კავშირის დამყარება ვერ მოხერხდეს. სწორედ ამიტომ ეს პირველი თემები, რომელიც კამპანიაში წამოვიდა, იყო მამობის შესახებ. ამბობდა რომ სიმამრე მეუბნება რომ რა მამობის სწავლა ვის გაუგია და ბიჭო მამობა მე არ ვარ კარგი მამა. ან იყო რომ ჩემ მეგობრებში ვერ ვამბობ რომ მამების სკოლაში ვსწავლობ, იმიტომ რომ დამცინებენ რომ დავამთავრებ მერე ვეთყვი. სტატისტიკაც ამას ამბობდა რომ 15-დან 7-მა დაამთავრა პირველ ჯერზე, მაგრამ მე გაიზარდა ეს რაოდენობა, იმდენად გაიზარდა რომ თავიდან თუ ერთი ჯგუფი ყავდა და ერთი ნაკადი, მე აღმოჩნდა რომ ორი პარალელური კლასი ყავდა ფაქტობრივად. მე თბილისს დაემატა ქუთაისიც და ეხლა უკვე ველოდებოდით რომ ბათუმშიც დაგვეწყო მამების სკოლა და კიდევ უფრო მრავალფეროვნებინა და სივრცე არეალი გაგვეზარდა მამების სკოლის მსურველებისთვის. ანუ უფრო მეტი მოთხოვნა თვითონ იმათგან გაჩნდა.
სკოლის შესახებ წლები მქონდა ამ შესახებ ინფორმაცია, მაგრამ სანამ მე დავრეგისტრირდებოდი, იყო აბსოლუტურად გადატვირთული, შევსებული, ესე იგი, ამ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მაგის თქმა მინდა, ძალიან პოპულარულ პროექტად იქცა და მოკლედ უკვე რაღაცა მომლოდინე მამის სტატუსი, როცა გამიჩნდა, ჩემდა საბედნიეროდ მოახერხე ამ ჯგუფში მოხვედრა. ჭირდება მამობას სწავლა? აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რაღაც გარკვეული სტერეოტიპების მსხვერპლი საზოგადოება, ესე რომ ვთქვათ და რაღაც ინსინუაცია არის იმაზე საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში, რომ რაღაცის სწავლა, რაც დაკავშირებულია მით უფრო ბავშვის ფსიქიკასთან, არ გჭირდება ადამიანს და რაღაც თანდაყოლილი გაქვს, ან თუნდაც რომელიღაცა თაობიდან შეიძლება გენეტიკურად გადმოგეცეს. ამიტომ რა თქმა უნდა ჭირდება სწავლა მამობას და ჭირდება რაღაცა სწორი აღქმების და სტერეოტიპების მსხრევა ამ საქმეს და ამისი ძალიან კარგი ხელშემწყობი იყო ეს პროექტი. კაცებს სჭირდებათ ის სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ იმაზე ილაპარაკონ, რა გამოწვევები უდგათ მათ როგორც მშობლებს, როგორც მამებს. ხა ამ საზოგადოების წევრები ვართ და ვიცით რომ კაცებს თავიანთ ემოციებთან კავშირს არ ასწავლიან. ეს არის სწორედ ის გენდერული სტრესი, რომელთაც კაცები იზრდებიან და შემდეგ უკვე როდესაც დიდ ასაკში მათ განსაკუთრებით უჭირთ სირთულეებზე საუბარი. ეს აისახება კაცის ჯანმრთელობაზეც მათ შორის. და ის სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ რომ ერთმანეთს მხოლოდ კაცებმა გაუზიარონ დადებითი ემოციებით, რაღაცა განსაცდელი გამოწვევა, სირთულე რაც უდგებათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მამების სკოლა მათ აძლევს ამ საშუალებას. ივნისში და ჩემი მეუღლე გავხდით ტყუპების მშობლები და მოგეხსენებათ, რომ ტყუპების შემთხვევაში ახლა ვისაც ქონია მსგავსი გამოცდილება, რაღაც გაორმაგებული არის ეს ოჯახური ზრუნვაც ყველაფერთან ერთად და თვითონ კურსს რაც შეეხება, თქვათ, რა სარგებელი მივიღე, ხო? უშუალოდ ამ პროცესში, როგორც გითხარით, აი დაბანის ტექნიკიდან დაწყებული, კვებით დამთავრებული, რაღაც პირველადი დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე ვთვლი და ამის რაღაცა ცოდნა ძალიან ცოტას აქვს საზოგადოებაში და არც მის ფუფუნება არ არის, რომ რაღაცა ხშირად თუნდაც ონლაინ კურსის დახმარებით ამ ყველაფერს გაეცნო, იმიტომ რომ იქ რაღაცა თქვა მანეკენთან მოგვიწია მუშაობა და ესეც ძალიან ის იყო პრაქტიკული ნაწილი იყო ჩვენთვის და ძალიან ისეთი, რომელიც სხვათა შორის გამომადგა უკვე პრაქტიკაშიც გამოვიყენე ეს ყველაფერი. ბავშვი გადაცდა და ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს, ან უცებ ტემპერატურის ცვალებადობა აქვს, ან თუნდაც ქალგარეთ არიან და შორს არიან სამედიცინო პუნქტისგან და რაღაც უცებ ექსტრემალური მდგომარეობა შეიქმნა და როგორ უნდა მოიქცეს ესე დროს და ამას რა თქმა უნდა მოწვეული ტრენერი ატარებდა და მათთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ მამობას არა მარტო გონებრივად მზად შეხვედროდნენ და ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც მზად ყოფილიყვნენ ამისთვის რაღაც უნარებით, კეთებით და მზად ყოფნით, რომ უფრო ლაღები, თავისუფლები და არა ახალბედები ყოფილიყვნენ შვილთან ურთიერთობაში, არამედ რაღაცა გამოცდილებით დახვედროდნენ მამობას. მქონდა ესეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ კურსზე იყო მამა, რომელსაც წინადღით შეეძინა შვილი და მეორე დღეს ჩვენთან იჯდა. ერთ-ერთი ნაწილი გვაქვს, როცა შვილებთან ერთადაც მოდიან ჩვენთან სკოლაში. ყოფილა რომ იმ დროს დაიბადა და მე ჩვენთან მოიყვანა ბოლო დღეს, გავკეთებთ, ბოლო ზარზე მოიყვანა და ეს ძალიან მეგობრული გარემო, ეს არის კიდე მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთთან გაზიარება მოხდეს, გამოცდილების, ახალი იდეების, ამბების და ამით კიდე უფრო გაწლიოდნენ. განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს შედარებით უფრო თაობაში ეს მსგავსი ტიპის სკოლები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მაშინ ძალიან უცხო იყო ეს რაღაც თანაბარი, მეტნაკლებად თანაბარი თანამონაწილეობა ხო ამ პროცესში და რაღაცა როცა ესმით ამ რაღაცა ფაქტს თვითონ ესწრებიან ჩემ შემთხვევაში, ჩემი ოჯახური გარემოცვა ხო თქვა ან რაღაცა
ნათესავები ყველა გაქებს. ამის გამო და მე ვფიქრობ, რომ არაფერი აქვს რაღაცა შესაქმები და საგმირო საქმე ეს არ არის, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ქცევა, რომელიც მოიტანა იმ მსგავსი ტიპის პროექტებმა და რაღაცა ტიპის აზროვნებამ. მე ვიტყოდი, რა ვიცი, შეგვიძლია ევროპული აზროვნება დავარქვათ ამას, დასავლური განათლება ან გამოცდილება დავარქვათ. სულ ახლახანს გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოსცა კვლევა ქალები, კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში. 80% კაცებისა თვლის, რომ მამობა მათ ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება. თუკი წინა რაუნდში მხოლოდ 1% კაცების ამბობდა, რომ რაღაც საკითხები, აი მაგალითად ბავშვის დაბანა, ბავშვის დაძინება არის მხოლოდ მისი მოვალეობა 1%, ეხლა ეს მონაცემი არის გაზრდილი 18%-მდე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაცა საკითხი თავისთავად ხელშეწყობით წინ მიიწევს, აი ამ მომენტს სჭირდება კარგად დაჭერა და ხელის შეწყობა. მე მგონი ამაში მართლა ყველანი ვთანხმდებით მთელი საზოგადოება, რომ ოჯახის ჰარმონიისთვის, ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ორივე მშობელი იყოს ჩართული, ეს დასტურდება კვლევებით და ეს ალბათ იცის ყველა ადამიანმა, რომელიც მშობელია თავისი პირადი გამოცდილებით. ბავშვის უფლებების დაცვა იმ დონეზე, როგორც ვთქვათ, ევროპაში ხდება, მე არ მინახავს არსად აბსოლუტურად. ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ამისი და პირადადაც მქონია შემთხვევა რამდენიმე. ეს არის რაღაცა ენით აუღწეველი დაცვის მექანიზმები, რომელსაც ვთქვათ, აი მშობლები, სკოლა, განათლების სისტემა ერთად ახორციელებს ბავშვის მიმართ და მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბავშვის ფსიქიკაზეც აისახება და ჩვენთან როცა რაღაცა მინიმალურ უფლებებს ვერ ვიცავთ ბავშვების და ამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვი ყავს, რაღაცა წერტილოვანი პროექტები მე მაგის მომხრევა, რომ აი რაღაცა საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტები და რაც ხდება, თქვა და ხდებოდა იმ ევროპული დახმარების ფარგლებში და დონაციის ფარგლებში აუცილებელი ამაზე ინფორმაციის გავრცელება და მიწოდება და თვითონ ბენეფიციარების საუბარი და საკუთარი აღქმების და გამოცდილების გაზიარება. ეს არის მნიშვნელოვანი. კვლევები აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც წყვილი არის თანაბრად ჩართული ბავშვის აღზრდაში. შვილის ჯანმრთელობა და მისი ჰარმონიული განვითარება, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში არის თითოეული იმ ადამიანის ინტერესი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ყავდეს შვილი, და თავისთავად იმ საზოგადოების და იმ ქვეყნის ინტერესი, რომელშიც ეს ადამიანები რეალიზდებიან. ჩვენ რაღაცა ლინგვისტურათაც გვქონდა ესეთი ფრაზა, რომ შვილს მიზრდის ხშირად ხსმენიათ ალბათ, ხო, ეს ანუ შვილის არავინ არ უნდა გაგიზარდო, შვილი უნდა გაზარდო ერთად.